რასა იუკნევიჩიანეს განცხადება საჟელსრობის დაწესებულებაში მზია ამაღლობელის ცემასთან დაკავშირებით მართველი გუნდი პასუხობს და მას აბსურდულს უწოდებს მათი განცხადებით. იუკნევიჩიანე ფაქტების დამახინჯებისა და დეზინფორმაციის გზით ცდილობს შექმნას აღქმა თითქოს კონკრეტულ პატიმარს არ მიეწოდებოდეს სათანადო სამედიცინო სერვისები ან გარკვეული სხვა ფორმით ხდებოდეს ერთგვარი ანგარიშწორება. მართულ გუნდში იხსენებენ მიხეილ სააკაშვილის საქმესაც ქართული ოცნების თქმით რამდენიმე ევროპარლამენტარი იმავე შინაარსის განცხადებას არცხოვლებდა, რაც უმრავლესობის წევრების თქმით არ დადასტურდა. რასა იუკნევიჩიანემ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეშია სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მისი თქმით მზია ამაღლობელი მხედველობას კარგავს და არ აქვს სათანადო სამედიცინო მკურნალობა. იუკნევიჩიანეს განცხადებით საქართველოში დამოუკიდებელი მედია ჩამოშლის პირასაა. ქალბატონის მენტალიტეტი თქვენ ისეთ ხო ჩარჩენილია რაღაც პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და აქედან გამომდინარე მარტივად ამბობს ტყუილებს. ხო ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება. არავითარი ფასი არ აქვს, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს. თქვენ ხედავთ რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და საზოგადოება აფასებს ყველაფერს. ხო, რაც შეეხება რაისა კომუნისტას, რატო დავორქ, იმიტომ რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ქალბატონი რაისა გორბაჩოვთან ერთად პერესტროიკის რაღაც ახალ სისტემას გვთავაზობდა პოლიტიკურს და თანამშრომლობდა და დღეს დემოკრატიის ესე იგი შუქურა და მორალის წამკითხველად გვევლინება. სინამდვილეში ყველა მიცის ეს საზოგადოებამ, მათ შორის ლიეტუვაშიც თავის ქვეყანაში ჩვეულებრივი კომუნისტი ქალი იყო, ერთი აქტიური მამალი კომუნისტი და ეხლა გამოდის და ვითომ დემოკრატიის რაღაც ღირებულებებს ქადაგებს. როგორ უნდა თუ გააყალბონ რეალობა, რომ თურმე ჟურნალისტმა რომელმაც სილა გაულაწუნა პოლიციას, ხო? რომ შეუტრიალეს, თვითონ პირიქით იყო. პირიქით შეურაცხყოფა მიაკანეს, გალახეს თურმე ჟურნალისტი და იზოლებული გახდა, მერე თავი დაეცვა. აი ასე ცდილობენ რომ ასე თქვათ ამ ფორმულირებით გაიტანონ შემდეგ და ერთმანეთს ატყუებენ. როდესაც გამოარჩია მოქალაქეების ერთი ჯგუფი პოლიტიკური ნიშნით მის გემოვნებაში ვარჯდება და ისინი გამოაცხადა დამნაშავეებად. ასე როდესაც ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართული ხალხის მიმართ, ხა იქ რაიმე სხვა ავიცი დეზინფორმაციაზე კიდე შენიშვნის მიცემა უკვე მსუბუქი დანაშაულია, ასე თქვა დეზინფორმაცია, ვიდრე ეს არის. და კიდე ერთხელ მინდა მათ შორის ამ რეზოლუციაში შევეხო მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს მანვე თავად შეიტანა შესწორება, რომ ოპოზიციას მოუწოდეს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ნუ აი ასეთ ხალხი გაღმერთებული ყავს აი ამ აკაცუკა ოპოზიციას, რომელიც მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს რაღაცა რელიგიურ სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე.